ჯანდაცვა სოციალური მიმართულებები და ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში 2026 წელსაც მთავარ პრიორიტეტებად რჩება. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექთნებისა და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა, 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები. მომავალ წელს 7 მილიარდი დაიხარჯება მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფისთვის. ამ თანხის ნაწილი გათვლილია პენსიის მატების. ბიუჯეტის საბოლოო პროექტით 90 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება, 87 მილიონი ემატება განათლების სამინისტროს. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტებს მარიამ ბერძენიშვილი გაგაცნობთ. საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექთნებისა და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა. ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში შევიდა. თავდაპირველად ამ მიმართულებით 10%-იანი მატება იყო დაგეგმილი, თუმცა მეორე მოსმენაზე დეპუტატებმა ფინანსთა მინისტრს მისი გადახედვა სთხოვეს, რაც საბოლოოდ მთავარ ფინანსურ დოკუმენტში აისახა. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2 მილიარდ 700 მილიონ ლარს აღემატება, რაც პროექტის წინა ვერსიით განსაზღვრულ თანხას თითქმის 90 მილიონი ლარით აჭარბებს. ამასთან მომავალ წელს გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა. იგეგმება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი მატება. ასევე გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. ჯერი დადგა იმ ადამიანებზე, ვინც მათ შორის განათლების სფეროს ემსახურებიან ტექნიკური თვალსაზრისით, სხვადასხვა თვალსაზრისით, არა როგორც პედაგოგები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმისთვის, რომ სკოლამ სწორად და კარგად იფუნქციონიროს. მათაც ბუნებრივია, რომ სჭირდებათ დაფასება, ხელფასების მომატება და ეს მიმართულებაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ბიუჯეტში. ახალი ბიუჯეტი გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის მზარდი, იძლევა უფრო მეტის შესაძლებლობას, როგორც სოციალური მიმართულებებით, ასევე სახელფასო მატებასთან დაკავშირებით. ეს შეეხება როგორც საჯარო მოხელეებს, ასევე საგანმანათლებლო სექტორს. ჩვენი მოქალაქეები ატყობენ იმას, თუ რამ ხელაყურადღებას აქცევს ჩვენი ხელისუფლება განათლებას, კონკრეტულად ამ დარგში მომუშავე ადამიანებისთვის ხელფასების მატების, ასე ვთქვათ, გეგმაც არის განსაზღვრული და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ესეც ხელს შეუწყობს კონკრეტულად ამ დარგში მომუშავე ხალხის მოტივაციის ზრდას. ჩვენი სახელმწიფო მაქსიმუმს ახორციელებს სოციალური მიმართულებით უკეთესი პირობების შექმნისთვის ჩვენი საზოგადოებისთვის, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საზოგადოებას მოეხსენება, რომ არის უპრეცედენტო რეფორმა დაგეგმილი განათლების მხრივ, აქ ხელფასების ზრდა, სოციალური მიმართულებით აქტიურობა სახელმწიფოს არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი ქვეყნის ბიუჯეტში. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში წინა ვარიანტთან შედარებით გაზრდილია სხვადასხვა უწყების დაფინანსებაც. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დამატებით თითქმის 48 მილიონი ლარით გაიზარდა და 9 მილიარდ 668 მილიონ ლარს გადააჭარბა. აქედან 7 მილიარდ ლარამდე მოსახლეობის სოციალურ დაცვას მოხმარდება, მათ შორის პენსიების ზრდას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გასაცემლებს. დამატებით თითქმის 17 მილიონი ლარით გაიზარდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტიც. დაფინანსება ასევე გაეზარდათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, კულტურისა და სპორტის სამინისტროებსაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ბიუჯეტის პროექტში ყველა პრიორიტეტი დაბალანსებულად არის ასახული. ბიუჯეტის ხარჯების მესამედზე მეტი არის სოციალური თავისი შინაარსით. ეს არის ჯანდაცვის მიმართულება, სოციალური მიმართულება, ასევე რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, 8 მილიარდზე მეტი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის მიმართულებით კაპიტალური დანახარჯების სახით ჩვენს ქვეყანაში. ასევე იცით, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს დაგეგმილი და შესაბამისი ხარჯებიც არის ბუნებრივია გათვალისწინებული ჩვენს ბიუჯეტში. ეს უკავშირდება იგივე განათლების რეფორმას და სხვა მიმართულებებს. ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული ჩვენს ბიუჯეტში. სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავზარდოთ ყოველწლიურად ბიუჯეტი. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების ზრდაც, იმისათვის, რომ კიდევ უფრო გამართულად მუშაობდეს ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, გაძლიერდეს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიით ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური ოდენობა 36 მილიარდ 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთან დოკუმენტის მიხედვით მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3% შეადგენს. 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი მომავალ კვირაში განიხილავს.